საღამოშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმეშვილი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. ამერიკის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები გრძელდება, რას ითხოვს ხალხი მთავრობისაგან. ეკონომიკური კრიზისი და განათლება არასამთავრობო სექტორი ამერიკაში მასწავლებლებს ეძებს. ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, რით გამოირჩევა ორი ამერიკელი პროფესორის ნაშრომი. საქველმოქმედო ფონდს აიხდინე ოცნება ამერიკაში თითქმის ყველა იცნობს. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი სწორედ ამ ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალბატონი მაურა ჰარტი გახლავთ, რომელიც 29 წლის განმავლობაში ამერიკის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი იყო. მას 2002-დან 2008 წლამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაც ეკავა. Ambassador Hardy, thank you very much. ქალბატონი მაურა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თუ შეიძლება აიხდინე ოცნების ფონდზე გითხარით ორიოდე სიტყვით. როდის და რა მიზნით შეიქმნა ის? Thank you. The Make-A-Wish Foundation. აიხდინე ოცნება 30 წლის წინ არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში დაარსდა. ორგანიზაციამ პირველი ახდენილი ოცნება პატარა ბიჭუნას აჩუქა, რომელსაც მომაკვდინებელი დაავადება სჭირდა. მას უნდოდა პოლიციელი გამხდარიყო. ორგანიზაციის დახმარებით ის ერთი სრული დღის განმავლობაში სრულფასოვანი პოლიციელი გახდა. ფონდის მისიას რაც შეეხება, ჩვენ იმ ბავშვებს ვუსრულებთ ოცნებებს, რომლებიც უკურნებელი დაავადებებით არიან ავად. ვცდილობთ მათ ცხოვრება ცოტა ხნით მაინც მოუწყვიტოთ ექიმებს და საავადმყოფოებს და მათ ბავშვური სილაღე და ღიმილი დაუბრუნოთ. აიხდინე ოცნება ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე საქველმოქმედო ფონდია. როგორ ახერხებთ ასეთი სახელი შენარჩუნებას? Well, I think that's a great question, but ძალიან კარგი შეკითხვაა და მასზე პასუხი ძალიან მარტივია. რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ღირებული და კმაყოფილების მომგვრელი, ვიდრე ის, რომ დაეხმარები ბავშვს, რომელსაც ურთულესი დაავადება აქვს. მის სახეზე ბედნიერების ღიმილს დაინახავ და დაავიწყებ იმას, რომ ავადაა. აუსრულებ სანუკვარ ოცნებას და სიცოცხლის გაგრძელებისთვის ძალას შემატებ. ხალხი, რომელიც ჩვენ გვეხმარება, ყოველდღიურად ხედავს ჩვენი საქმიანობის შედეგს და თავად ხდება ამ უდიდესი მისიის ნაწილი. რამდენ ოცნებას ასრულებთ წლის განმავლობაში და როგორ არჩევთ ბავშვებს? I'm very excited that our chapter will be granted. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენი რეგიონალური ოფისი 2011 წლის იანვრიდან მოყოლებული ამ შაბათ-კვირას მე-7000 ოცნებას აასრულებს. მთელს ამერიკაში კი ოქტომბრისთვის უკვე 14000 ბავშვისთვის გვაქვს ასრულებული ოცნება. გარდა ეროვნული ოფისებისა, ასევე გვაქვს საერთაშორისო წარმომადგენლობაც, რომელსაც ოფისები 36 ქვეყანაში აქვს და 47 ქვეყანაში ეხმარებიან ბავშვებს. ჩვენმა საერთაშორისო ოფისმა 8800 ბავშვს აუხდინა ოცნება. ანუ ეს მოძრაობა გლობალური მასშტაბებისაა. ახლა იმაზე გიპასუხებ თუ როგორ ვარჩევთ ბავშვებს. ძალიან ხშირად თვითონ ბავშვები გვარჩევენ ჩვენ. ფონდი მჭიდროდ ურთიერთობს ექიმებთან და საავადმყოფოებთან. რთული დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმები ბავშვის ოჯახს ჩვენ შესახებ ინფორმაციას აწვდიან და თუ ოჯახი ჩვენით დაინტერესდა, საავადმყოფო ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს. ხშირად მშობლები გვიკავშირდებიან, მაგრამ ასევე ძალიან ხშირია, როცა თავად ბავშვები გვირეკავენ, საკუთარ ისტორიას გვიყვებიან და გვეკითხებიან, აუსრულებთ თუ არა ოცნებას. And I know that ვიცი რომ ბავშვებს ხშირად ერთმანეთის მსგავსი ოცნებები აქვთ, მაგრამ ასევე საკმაოდ უჩვეულო სურვილებიც მოგდით ხოლმე. Well, by far the most common wish. ყველაზე გავრცელებული ოცნება ერთ-ერთ პარკში წასვლა, რომელსაც ყველასათვის კარგად ცნობილი თაგვი მიკი მაუსი მართავს, ანუ Disney World-ში. სრულების 4 ძირითადი კატეგორია მოგდის. ერთი არის მინდა სადღაც წავიდე. ეს შეიძლება მეზობელ ქალაქში არსებული პარკი იყოს ან ნებისმიერი ქვეყანა. მეორე არის მინდა ვიღაცას შევხვდე, მაგალითად პოლიტიკოს, კინოვარსკვლავს ან სპორტსმენს. მესამე მინდა ვიღაც ვიყო, მაგალითად საიდუმლო აგენტი, სუპერმენი, ფოტომოდელი ან მოცეკვავე. და ბოლოს, მინდა რაღაც მქონდეს, მაგალითად კომპიუტერი, დასაკრავი ინსტრუმენტი ან ლეკვი. ერთი ტენდენცია, რომელიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, არის ამ ბავშვების სურვილი თავად დაეხმარონ ვინმეს. ცოტა ხნის წინ ერთი ბავშვის ოცნება საკუთარ სკოლაში სამეცნიერო ლაბორატორიის აშენება იყო. ბავშვებს ასევე სურთ ცუნამით, მიწისძვრით ან სხვა კატასტროფებით დაზარალებული ადამიანების დახმარება. And wonderful to deal with. People that help you. ადამიანების ნაწილი, რომლებიც თქვენ გეხმარებიან, ცნობილი პოლიტიკოსები ან ვარსკვლავები არიან. როგორ ურთიერთობთ მათთან? უბრალოდ თხოვნას უგზავნით თუ თქვენი ორგანიზაციის წევრები არიან ისინი? Well, I have to say first that there are even far too many to name. პირველ რიგში იმდენად ბევრი გვეხმარება, რომ ძალიან რთულია მათი სახელების ჩამოთვლა. ხშირად ისინი გვთხოვენ, რომ არ გავახმაუროთ მათ მიერ გაწეული დახმარება, იმიტომ რომ ამ სიკეთის კეთება რეკლამისა და სანაცვლოდ რაიმეს მიღების გარეშე ზურთ. People are very willing to help
თუ ვინმეს რომელიმე ქვეყანაში თქვენი წარმომადგენლობის დაარსება სურს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? They can go to the Make-A-Wish website. ნებისმიერ ადამიანს ჩვენთან დაკავშირება ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია. ამის შემდეგ კი ჩვენ სიამოვნებით გაუწევთ მათ ყველანაირ დახმარებას. To steer them to our partners in Make-A-Wish International. Yes. ხალბატონო მაურა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. The opportunity. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია უკვე განახლებულ ფორმატში. ჩვენი მასალების, ინფორმაციის და მოპოვებული ანალიზის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტში მისამართზე www.amerikisxma.com. აქ თქვენ გელოდებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მომხდარი საინტერესო ფაქტები. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ჩვენი ვებგვერდის ნახვა. ის თქვენ მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. ამერიკის დიდ ქალაქებში უკვე თვეზე მეტია დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქვეყნის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს და მას უსამართლოს უწოდებს. რა მოთხოვნები აქვს დაიკავე უოლ-სტრიტის მოძრაობის მონაწილეებს და როგორ ახერხებენ ისინი საპროტესტო აქციების უკვე ამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელებას. კორპორაციების და ომის წინააღმდეგ ნიუ-იორკში დაწყებული დემონსტრაცია ვაშინგტონში და სხვა ქალაქებში გავრცელდა. გასულ თვეს უოლ-სტრიტზე დაწყებული პროტესტი ამერიკელ მემარცხენეებს ახალ ენერგიას აძლევს. ჩრდილოეთ კაროლინელი ტრევორ ბრედფორდი თეთრსაღთან ახლოს თავისუფლების მოედანზე დაწყებულ აქციას შეუერთდა. უმთავრესია, რომ ჩვენ ეს პროტესტი შევინარჩუნოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის იქნება ის. დემონსტრანტები ამბობენ, რომ რეცესიაზე პასუხისმგებლობა უოლ-სტრიტს ეკისრება, ხოლო მუშათა და საშუალო კლასის ადამიანები მათ ფულს უხდიან. ვეტერანი აქტივისტები იმედიანად არიან. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ისტორიკოსი მაიკლ კაზინი ამერიკულ მემარცხენეობაზე მუშაობს. President Barack Obama's ratings and opinion polls are fairly low. როდესაც ბარაკ ობამას რეიტინგი დაეცა, როდესაც კონგრესის რეიტინგი დაბალია, იქმნება ვითარება, რომ ხალხი აღარავის ენდობა. და ეს პროტესტი ერთგვარად არის მოთხოვნა და მცდელობა, რომ დაიწყოს გაანალიზება თუ რა ხდება ჩვენს თავს. დევიდ სომისი სამხედრო ვეტერანი და ვიეტნამის ეპოქის ომის მოწინააღმდეგეა. მე ვფიქრობ, უმთავრესია, რომ მთავრობამ დაინახოს თუ რა სურს ხალხს, მათ უნდა დაგვინახო, რომ ქუჩაში გამოვედით და ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება. ანალიტიკოსები ამ პროტესტს ტუნისში და ეგვიპტეში დაწყებულ ეგრეთ წოდებულ არაბულ გაზაფხულს უკავშირებენ. They said this is the future. ისინი ამბობენ, რომ ეს არის მომავალი, რომ ჩვენ გავალთ მოედანზე და დავრჩებით იქ და ვიქნებით მანამ, ვიდრე ვითარება ქვეყანაში არ შეიცვლება. ბევრ დემონსტრანტს ეროვნული მოძრაობის შექმნა სურს, თუმცა მაიკლ კაზინი ამბობს, რომ ეს სირთულეს უკავშირდება. In order for protest movements like this, მათ მოძრაობის შექმნა პროტესტის შესანარჩუნებლად სურთ. ასეთ მოძრაობებს გავლენა რომ ჰქონდეთ ამერიკის პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე, სტრატეგია, ორგანიზაცია და ლიდერები სჭირდებათ. თავისუფლების პლაზასთან შეკრებილთა უმეტესობა ჩამოსულია. ზოგი მათგანი აქ დარჩენას აპირებს, ზოგის დაბრუნებას და პროტესტის საკუთარ ქალაქებში დაწყებას გეგმავს. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. არასამთავრობო ორგანიზაცია ასწავლე ამერიკისთვის სკოლებში მასწავლებლების ნაკლებობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ორგანიზაცია უნივერსიტეტების ახლად კურსდამთავრებულებს ქირაობს და ისეთ რეგიონებში უშვებს ამუშაოთ, სადაც მასწავლებლების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავეა. Good morning. ნატაშა ალფორდი საინვესტიციო კომპანიაში მუშაობით კმაყოფილი არ იყო. მას სურდა, რომ მასწავლებელი გამხდარიყო. მაგრამ რადგან მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა არ ქონდა გავლილი, მას მასწავლებლის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა არ შეეძლო. ნატაშას ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციამ ასწავლე ამერიკისთვის გაუწია დახმარება. გავიცანი ამ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროგრამის მონაწილე მასწავლებლები. ისინი ბავშვებს კითხვას ასწავლიან და მათ განვითარებას უწყობენ ხელს. ასე რომ, ახლა ვიცი ტრადიციული მეთოდის გამოყენების გარეშე არ შეიძლება რაიმე სიახლე მოხდეს.
ნატაშა ვაშინგტონის ჩარტერის სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. სკოლა დამოუკიდებელია, თუმცა დაფინანსებას საჯარო სკოლის სისტემიდან ღებულობს. იგი ერთ-ერთია იმ 9000 მასწავლებელს შორის, რომლებიც 40-ზე მეტ ნაკლებად განაშენიანებულ რეგიონებში ორგანიზაციის „ასწავლე ამერიკისთვის“ ინიციატივით დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ. ნატალია ლუკიტისი ამ ორგანიზაციის პრესპიკერია. მისი თქმით, ბევრი ღარიბი ოჯახის ბავშვი აკადემიურ მოსწრებას ჩამორჩება. Teach for America is addressing this need. ამ პრობლემას ჩვენი ორგანიზაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების არსებობით პასუხობს. ნატაშას თქმით, სტუდენტთა უმრავლესობას კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესება ესაჭიროებათ. იგი სტუდენტებს ვიდეოსა და მუსიკის გამოყენებას ურჩევს. ხელის მოძრაობები, ტაში, მისალმება საშუალებას მაძლევს გავიგო თუ როგორი ცოდნა მიიღეს კლასში სტუდენტებმა. დაიბნენ თუ სრულყოფილად დაითვისეს ახალი მასალა. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება სტუდენტებს, ლუის მოტას მსგავსად, რომელიც ამერიკაში დომინიკის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა. She makes the lesson very interesting because she likes ის საინტერესოდ ხსნის მასალას და მოსწონს, როცა ცოცხლად მიყავს გაკვეთილი. ნატაშა ალფორდის თქმით, სტუდენტთა უმრავლესობას არ სურს სწავლის გაგრძელება კოლეჯში. მან თავის დროზე ჰარვარდის უნივერსიტეტში ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ის გამორჩეული სტუდენტი იყო, იგი მშობლების დახმარების გარეშე მაინც ვერაფერს მიაღწევდა. ნატაშა სურს, რომ კოლეჯში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე ინფორმაცია მისი სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. I really do believe that if I treat students ხმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ სტუდენტებს მაღალ სტანდარტებს ვაზიარებთ, მათ ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. მინდა ყველა მათგანს კოლეჯში სწავლის გაგრძელება უსურვო. კიმაი დოკერის თქმით, ნატაშა ალფორდი მასზე დიდ გავლენას ახდენს. მან იცის, რომ ჩვენ უკეთესები ვიქნებით, უკეთესად ვიცხოვრებთ, კოლეჯში ვისწავლით. ალფორდის თქმით, ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი ცხოვრება. ეს არის ის, რაც მინდა ვაკეთო. უკვე ვიცი, რომ განათლების სფეროს არასოდეს მივატოვებ. ამ პროგრამის მეშვეობით უამრავ სიახლეს შეიძენ. ალფორდი სულ მალე მასწავლებლის სერტიფიკატს მიიღებს და ორგანიზაციის „ასწავლე ამერიკისთვის“ დახმარებით მუშაობის გაგრძელებას კვლავ სკოლაში აპირებს. რუსუდან წერეთელი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ამერიკაში დაწყებული დაიკავა უოლ-სტრიტის მოძრაობა ნიუ-იორკიდან ჯერ მთელს ამერიკაში, ხოლო შემდეგ კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაგრძელდა. ამ ფონზე ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში წელს სწორედ 2 ამერიკელ პროფესორს გადაეცა. მათი გრძელვადიანი კვლევა ქვეყნის ეკონომიკასა და მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას სწავლობდა. სოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე ვალის კრიზისისა და მაღალი უმუშევრობის ფონზე წლევანდელი ნობელის პრემია 2 ამერიკელ ეკონომისტს ერგო. მათი აწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გავლენას სწავლობს. პრესტიჟული ჯილდოს შესახებ საზოგადოებას შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიიდან სტეფან ნომარკმა ამცნო. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია ეკონომიკაში ნობელის წლევანდელ ჯილდოს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორს ტომას სარჯენტს და პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორს კრისტოფერ სიმს გადასცემს. საპატიო პრემია სარჯენტსა და სიმს მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენის შეფასებისთვის გადაეცათ. ეკონომისტები ასევე აკვირდებოდნენ, თუ რომელი ფაქტორები, მათ შორის მომხმარებლისა და ფირმების მოლოდინი უწყობს ხელს სასურველი შედეგების მიღებას. მსოფლიოში არსებული მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე წლევანდელი ნობელის პრემია ეკონომიკაში განსაკუთრებით ყურადს აღებია. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის საკითხების პროფესორი პietra rivoli ამბობს. წლევანდელი ნობელის გამარჯვებულთა კვლევა გვიჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას და პირიქით, რა არ უნდა გააკეთოს მან კრიზისის პირობებში. ასევე უფრო ზოგადად, როგორ ახდენს მთავრობა გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე. რივოლის თქმით, სიმსის და სარჯენტის ნაშრომი ზოგადი თანამედროვე ეკონომიკური თეორიის გასაცნობად კარგი სახელმძღვანელოა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ურთიერთობების მიზეზი და შედეგი უმარტივეს პროცესს წარმოადგენს. მაგალითად, თუ კი საპროცენტო განაკვეთს შეამცირებდი, ადამიანები უფრო მეტს ისესხებდნენ. მაგრამ ნობელის ორივე ლაურეატმა დაამტკიცა ის, რომ შედეგისთვის მხოლოდ მთავრობის მიერ კონკრეტული მექანიზმების ამუშავება საკმარისი არ არის. ნობელიანტი ეკონომისტებით წლევანდელი ლაურეატების სია იწურება. 2 მეცნიერი $1.5 მილიონის საპრიზო თანხას გაიყოფს. თომას შელინგი, რომელმაც ნობელის პრემია 2005 წელს მიიღო, დარწმუნებულია, რომ სხვა თუ არაფერი ორივე გამარჯვებული ეკონომისტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზრდება. მათ აზრს მოусმენენ და არც ჟურნალისტები მოასვენებენ. ნობელის პრემიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ასე მოხდება მათ შემთხვევაშიც.
ორივე პროფესორმა პრინსტონის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მარტივი ფორმულა არ გააჩნიათ. თუმცა ექსპერტების განცხადებით, სავარაუდოდ სწორედ ამ ორი ეკონომისტის კვლევა დაეხმარება პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი. დღეს ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე 3w.ამერიკის ხმა.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.